საჯარო განხილვის თემა პარლამენტართა რიცხოვნობის გაზდა 150 დეპუტატიდან 190-მდე გახდათ. დისკუსიაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ინიციატივას სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა კანონპროექტის სახე მისცა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა იგი საჯარო განხილვისა და დისკუსიის საგანი გახადეს. საზოგადოების აზრი საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია ამ საკითხმა, იქიდან გამომდინარე, რომ 2003 წელს საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა რეფერენდუმში და მათ მხარი დაუჭირეს დეპუტატთა რიცხვის შემცირებას 190 წევრამდე. შესაბამისად, დღევანდელი კანონპროექტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რეფერენდუმის საკითხთან, ძალიან დიდ სამართლებრივ პოლემიკას და დავას ითვალისწინებს და საზოგადოების დაინტერესებაც არის მაღალი. ასეთი განხილვები, ასეთი ფართო და მასშტაბური შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან თვითონ პოლიტიკური სპექტრისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიდწილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს უფრო დაახლოებული ადამიანების მოსაზრებებთან და ჩვენი გადაწყვეტილებები უფრო მეტად მიესადაგებოდეს იმ რეალურ ვითარებას, იმ რეალურ განწყობილებებს, რომელიც ჩვენ აუნჩოლებს აქვთ. ჩემი აზრი ამ შემთხვევაში ემთხვევა ხელისუფლების აზრს იმის გამო, რომ დეპუტატების რიცხოვნების გაზრდა ეს ჩემი თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშნავს, რომ უფრო მეტი პარტია მოხდეს პარლამენტში და აქედან გამომდინარე მიიღოს უფრო მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. პირველ რიგში უნდა იქნას კანონი დაცული, იგივე რეფერენდუმის შესახებ კანონი, სადაც არის მითითებული იმის შესახებ, რომ რეფერენდუმის გზით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეიცვალოს ისევ და ისევ რეფერენდუმის გზით. ამით პატივი უნდა ვცეთ როგორც იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მოსაზრებას თავის დროზე, ამავე დროს დღევანდელ ამომრჩეველს თუ გინდ, რომელსაც აქვს იმისი უფლება, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მან განახორციელოს. ის რომ ჩვენ რეფერენდუმით უნდა დავძლიოთ, რეფერენდუმი ეს საკითხი არ დგას. იმიტომ რომ რეალურად რეფერენდუმის შედეგები კანონში არ ასახულა. 2005 წელს ეს იყო მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელსაც ამ შემთხვევაში რეფერენდუმთან მხოლოდ PR კავშირი ჰქონდა და არა იურიდიული. ამიტომ ჩვენ დღეს რეფერენდუმი კი უნდა დავძლიოთ, საკონსტიტუციო ცვლილება უნდა შევცვალოთ საკონსტიტუციო ცვლილებით. აი ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად, იურიდიულად რეალური, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ალბათ ჩატარდება მომავალში ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი, მაგრამ ეს საკითხი შეგვიძლია მოვაგოროთ საკონსტიტუციო ცვლილებით. 2012 წლის მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობა 190 დეპუტატამდე გაიზრდება. მათგან 7 წევრი პროპორციული წესით, ხოლო 93 მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე აირჩევა.